მოდუსში შავი პარასკევია. პარასკევს შაბათს და კვირას, ანუ 30 ნოემბრის ჩათვლით. მე უგემოვნო ადამიანი ვარ და ნაძვის ხის დამოუკიდებლად არჩევა ვერ შევძელი. ცოტა გავღიზიანდი და გადავწყვიტე რამე მომეფიქრებინა. ამერჩი ერთი მომხმარებელი და რასაც ის შეიძენდა მეც ის შემეძინა. ამიტომაც ამოვიჩემე ქალბატონი მარინა. არ ვიცი რა ქვია სინამდვილეში, მაგრამ მარინა უხდება სახეზე. აიღო ელექტრობუხარი. მეც ავიღე ელექტრობუხარი. აიღო ეს ულამაზესი სუვენირი. მეც ავიღე ეს ულამაზესი სუვენირი. და ამასობაში ქალბატონი მარინა თუ რაც ქვია გაღიზიანდა. გადავინაცვლეთ სათამაშოებში. აქ მარინა არ ვიცი მე. სათამაშოები ლარი და 50 თეთრი ღირდა. დანებებას არ ვაპირებდი და რაც ქალბატონმა მარინამ აიღო, მეც ის ავიღე. უფრო გაღიზიანდა. 8 და 90 თეთრად გინახავთ სადმე ჩაიდანი. ლატეს ფასი ღირდა, უბრალოდ ჩაიდანი. შემდეგ აეროგრილში ხელი მომაყოლა და ძალიან მეტკინა. მაგრამ ვერ გაუბრაზდი აეროგრილზე, იმიტომ რომ 99 ლარი ღირდა. აქ ვიღაცას დაურეკა, ვისაც მისი ვალი ქონდა და გალანძღა. მეც არ ჩამოვრჩი და დაურეკა ისეთ ადამიანს, ვისაც ჩემი ვალი ქონდა და მეც გავლანძღე. აი, აქ უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა. მეც დაუნჯდარიყავი უნიტაზზე. რა თქმა უნდა, არ დავნებდი და დავჯექი. ვიღაცას უგზავნი და voice და მეც დედაჩემი მოვიკითხე. აქ რაღაცა გამოცდასავით მომიწყო. მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი, ხალხო! მეც ჩავწექი ჯაკუსში. შემდეგ ასე მითხრა, მოდი ვიმეგობროთო, ცოტა ახლოს მოიწიეო და მე როგორც ალალი ადამიანი მივიწიე და მივენდე. მაგრამ თმებში მწვდა და ცემა ტყეპა დამიწყო. მეც ჩავავლე თმებში და ჩემი მტერი წარმოვიდგინე როგორ ვწეწავდი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. შემდეგ მოდუსის მეორე განყოფილებაში გადავინაცვლეთ, სადაც ქალბატონმა მოიწადინა რომ გამთბარიყო. აქ ეგონა რომ უხერხულში ჩამაგდებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად მეც გავითბე. აქ ვერ წარმოვიდგენდი რომ ცოტა ხანში აქციის ქაღალდის ჭამა მომიწევდა, მაგრამ ქალბატონს არ გავახარებდი. დედა მტვერსასრუტი ასეთ ფასად გინახავთ სადმე? აქაც გამოცდა მომიწყო, აინტერესებდა მეც თუ ვიზავდი იგივეს და რა თქმა უნდა მეც მოვიტაცე ერთი კონსულტანტი გოგო. 25 ლარის იქნება ჯამში. კი ბატონო. და თუ რა რიანა რა ვერ გავიგე უკვე ჰა შენ არ მითხარი იმ დღეს პირდაპირ რასაც ფიქრობ ადამიანი ის უნდა თქვა ხო და ეხლა გეტყვი რა სადაც მივდივარ ყოველთვის მე ვიხდი რა და რადგან ბიჭი ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე უნდა გადავიხადო რავი ბიჭი შენ ხარ და აბა ვინ უნდა გადაიხადე ვერ გავიგე აუიცი რა მე არ ჩენი შეყვარებული ვარ და არ ჩენი ქმარი ვარ და საერთოდ არ ვარ ვალდებული რომ მე გადავიხადო რა აი რატომ ახსენებ ეხა მაგას ხო იცი რომ ეგ მწყინს და ხო იცი რომ მწყინს არც ქმარი რო არ ყავს და არც შეყვარებული და მეგობარი რო არ უნდა გადაიხადო რა არის მასულზე ფეხს რომ მაჭერ რა არის რა წესია დედაჩემი ხარ ნეტა თუ არ ხმენია მაგას რომ მეუფლები რა მართლა რა არის დაგაკითხა 25 ლარის. ჩემ დროს კაცი გოგოს ასე არ მოექცევა და ჩემი წარსული. რამდენის არის? დღეს თაკომ ასე ცემა ტყეპით წამიყვანა ნურთაილში. თაკო ამ ეტაპზე ფული არ მაქვს მეთქი. კი ბატონო, ფასდაკლება აქვს ამ მაღაზიას, მაგრამ ფული არ მაქვს მეთქი. შედიო ბიჭო, შენო და წესიერად მელაპარაკეო. აქო ირანული, თურქული და ესპანური ფილებიაო. იტალიური მასალების წარმოების წესით არის დამზადებული ენას ნუ მიტლიკინებო. შემდეგ აქ მეუბნება რომ ნახე უნიჟაროთ რა კარგიაო ესო და მე სახლში რო წაიღებო შენ თვითონ დაამზადე ნიჭარაო და ხელობა ისწავლეო არაფრის მაქნისი რო არ ხარო. თაკო რად მინდა მეთქი ეს ამას როგორ უნდა გამოვიყენო მეთქი ენას ნუ მიტლიკინებო. შემდეგ მეუბნება რომ სამზარეულოში ეს გააკარი ძალიან ლამაზიაო. თაკო მეთქი ბებია ჩემი ხარ? ჩაიდანები რატომ უნდა ეხატოს ჩემ სამზარეულოში თქო? შემდეგ ძლივს რაღაც მომეწონა თაკო ნახე რა ლამაზია მეთქი. არაო ეგ ლამაზი არ არისო, აი ეს არის ლამაზი ყვავილებიანიო შენო კონტენტიო ქალური გაქვსო და ნონა პერსონაჟი ყავს და ეს უფრო მოგიხდებაო მეთქი ეს შეურაცხყოფა შენ ჩემთვის არ უნდა მოგეყენებინა მეთქი და ვეცი. შემდეგ ცოტა ხანში ისევ შევრიგდით და გავაგრძელეთ სვლა. ნამდვილად მომეწონა ეს ხელსაბანი და უცებ მეუბნება სარკეში ჩაიხედე რას გავხარ შეუბედუროო. მე რას ვგავარ მეთქი თაკო, მე რას ვგავარ მეთქი, კიდე ვეცი, მაგრამ საბოლოო ჯამში თაკო მომერია. თელ კიკვიძის ქუჩას ჩვენი ხმა ესმოდა. აი აქ კი ყველა ფილა მომეწონა სამზარეულოსთვის. თაკო ნახე რა ლამაზია თქო, არაო, წამოდი ქვემოთ ვნახოთო. შემდეგ რაღაცა საზომი დაინახა, მიდიო შედიო ერთი უნდა გაგზომო. მეთქი რა უნდა, აჰა,
ჩავჯექი. შენ ხო არაკაცური ტანი გაქვსო, არაფერში შენ არ ვარ გიხარო. გავღიზიანდი და უკვე ასე მოთმენ აღარ შემეძლო და გავეკიდე ამან ახლა ნახოს მეთქი. აი მე ნეტა არ გავკიდებოდი. ნეტა არ გავკიდებოდი რა ძალა მეთქა. მანამდე როგორც გითხარით, თანხა არ მქონდა. იდეალურ ფასებს კიდევ 20% დააკლო მაღაზიამ. თაკომ შემარცხვინა და ეს ყველაფერი რაც შევუკვეთეთ ნისიაზე ჩააწერინა მაღაზიას. ძალიან შემწვა, მაგრამ მაღაზიის წარმომადგენელმა გითხრა არ არის პრობლემაო, გამონაკლის დავუშვებთო. ხო შეიძლება ერთხელ კაცათო ვიგრძნო თავი. ზინა. რავი, მეჯიგა. მიდი შენი. აღარ მეჩინება, იცი? არ გეცინება. აი, როგორ? ოდა ეგრე გოგო. აღარ მიჩნევ. ოდა ეგრე. არაფერი მანდ არაფერი ამწყენია, გემრიელად მიერთვი. მივირთმევერი. ხო არ გინდა? არა. ოდა ეგრე. დღეს ანა ხაჩიძის დის შვილის დაბადების დღეა და რა თქმა უნდა თავი მეც დავიპატიჟე. მართალია შვილი არ მყავს, მაგრამ მშობლის ამპლუაში ვარ წარმოდგენილი. ანაც მოვიდა, დიდათ ეს ბავშვი გულზე არ მეხატება, ეხა სიმართლე რო ვთქვათ, მაგრამ რა ვქნა, მისი დაბადების დღეა და ცოტა ხანი უნდა ავიტანო. ისეთი ჯიბრიანი ბავშვია ნეტა იცოდეთ. ვითომ აქვი მიხარია. ესეთი უღიმღამო ბავშვი მე არ მინახი. აბა მოდი მოგეფერო მეთკი. რატო არ მეკარება არ ვიცი, საშიშრად გამოვიყურები თუ რა ხდება. ხან როგორ მივუდექი, ხან როგორ მოდი აქ მეთქი როგორ ლამაზად მოგეფერო მეთქი რამე მეტყობა საშიშის მოდი მეთქი გეყვეწები მეთქი ამანაზეც ძალიან უბრაზდები ჯანსაღი ყვება აქვთ ოჯახში პრიორიტეტად და ისეთი პატარა კექსი მოიტანეს მე შემრცხვა აქ მშობლები ერთობიან ესე იგი რო ყველაზე მეტად მეზიზღება მშობელი რო ბავშვზე მეტად ერთობა რა აქ ვიზახი არ შევჭამოთ მეთქი მშობლები არ დავსხდეთ მეთქი და არა ურასამო მშობლებისთვის არ იშლება სუფრაო მარტო ბავშვებისთვის იშლება სუფრაო ვაიმე როგორ გავყიციანდი მე სპეციალურად დავჯექი სასადილო კუთხეში, რომ იქნება რა დამინახონ და რაღაცა მომართვან მეთქი. მე თვით ზიზისთან მივედი, ზიზი გეხვეწები მეთქი, შენია ეს ცენტრი მეთქი და იქნება რაღაცა 1-2 ლუყვა მაჭამო მეთქი. მშობლებს არ გეკუთვნითო. გავღიზიანდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი შევპარულიყავი ბარში და რამე საკვები მეპოვა და დავნაყრებულიყავი. ენა მიბუჟდებოდა. კიდევ კარგი შევედი, თორე უკვე გულის წასულამდე ვიყავი, რაღაცა პატარა ფუნთუშები ელაგა და კექსები, კარგად. ამოვძეხი და გავედი. ნაჭამი რადგანაც ვიყავი, კარხასიაძე მოვედი და ანას დიშვილს ვუთხარი, სურპრიზი მაქვს შენთვის მეთქი. და აი ესეთ სურპრიზი. სინამდვილეში ეს გმირი არ არის, აქ შიგნით ის ადამიანი მეთქი, რომელიც ასახიერებს გმირს თქო. ცოტა იტირა ბავშვმა, მაგრამ არ აუშავს. შემდეგ ჩავერთე თამაშებში, რომ იქნება რაღაცა ჯილდო მოვიგო მეთქი. ბავშვებს ყველანაირი თამაში მოვუგე, ყველას ვაჯობე. ხან რა ვითამაშე და ესე გამარჯვებულად გამოვცხადდი. ბავშვებსაც ესია მომნათ, რომ მე გავიმარჯვე. აქ გამარჯვება მომილოცეს და თურმე არაფერი არ ყოფილა ჯილდო. გაუმწარდი და ესეთ დღეში ჩავყარე. აი ხლა მოვედით ფრესკოში და იმ დამპალანა ხაჩიძეს კაკრას დაბადების დღე აქვს. მოდი ნიგზიანი ბადრიჯნები ავიღოთ და ტორტივით აუწყოთ და ფაზე და წავუღოთ. ხო, იცი რატო მეც არც იმსახურე. ით როგორ მინდა აი ტორტივით რო ამისხოთ რა. თლად გულს და სულს ნუჩადებთ, იმიტომ რომ ცოტა არარაობა ადამიანისთვის მიგვაქვს. დიდი მადლობა, გაიხარეთ. აი ხო ავანთოთ მე ესე რატო აიღე ამ ხელას სანთელი? არის რა უარგისი და უჟმარია თან ეს სიყვარულის სანთელია, ხო იცი იქნება გათხოვდეს რომ ბედიერი. ეგრო გათხოვდება. რახან წითელი სანთელი გვაქვს და მაინც გვინდა რომ გათხოვდეს ჩულქები ავიღო, იქნება ვინმე მიიზიდოს და ერთი რამე ისე აი ფასტაკლები ცულებია რომელიც აი თან ახალს და გამოდების დღეს ერთად მივუწევ. ისე იცი რა არის? რა? რატომ მივდივართ? რას ქვია რატომ? აი რა თვითონ იყო ჩვენ დაბადები. არა? ხო და მოდი რა შეგიჭირი. ნეტა ერთი სულ არ წავიდეთ, წამოიგ დავსლეთ და კამერებს. ანა როგორ ხარ შვილო, გენაცვალე, გაიხარეთ. გილოცავ დაბადების დღეს ღმერთმა ბედნიერად ჯამთირად ჩვენგან მოვდიოდით, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ
არანაირი დამსახურება არ აქვს, მაგრამ გილოცავ. გილოცავ, შენ კარგი დედის გაზრდილი ცუდი შვილი ხარ. რაღაცები შეგიჩიეთ, რაღაცები. რუსიკი. კარგი საახალწლოთაც რო გამოდგება და დაბადების დღისას და ჩულქები ამით გამოგიგზავნით იქნება გეღისთვის ფაქტა ბედნიერება. დინება. ამ ეს როგორ მიყვარს? მაგის სახელზე ჭამე ყველაფერი კომპოტიც მოვიდა. აი გაიხარეთ ვიდრე ანის სახელზე დავლევთ. ის ანის ის არ არის მეზობელი. აბა. აგერისა. ო? ეგეც მაგნერი დახულებული თვალებით რო დადის. ანის კარის მეზობელი არ არის? იაყოლე რა იყოს შულო რა ნახე შეც. ლით ვეღარ იმას თელი დავნაყარდით. მესვეს ოჯახში როგორ ხარ? კიდე მეჩვენოს. რა უსტესარი? კარგი რო გვემეტება შენთვის. მაგიტო ავიღეთ ესე თუ ავიღეთ სუხარ. ასაცმელი მოგინდა სვეცკურნაირნაირი? მოდი და გამოგშიბოთ კარს გოლში ეკოლაინი. როგორ შემაშინეთ? გამარჯობა. კარგი, დავათვალიერებ და ფასებს მერე კითხავთ. ძალიან დაკომპლექსებული გოგო ხარ. ძალიან შენი თავის უბედური ხარ. ცოტა ფიზიკულობაც არ გიწყობს ხელს, მაგრამ ეგალები. ანზე გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ეს ფეხების განზე მიგდის, ეს წელიც რაღაცა გამძღვიელებული გაქვს, ხდები ძალიან მამაკაცური გაქვს, ძალიან სამუშაოობს, მაგრამ არ დაუშავს. შენი სტანები გამოგვიშმოთ კავს გო. მე მოგნებით? ხო, გამო შეგეუბნები, აბა ვის ვეთყოდი, ვაიმე, ჩემი კლასელი ხარ ზუსტად, ადი კვადი, ირინა, დვოიკა, ტროიკა, შუზი, მუზი, ბლუზი. ეს რა შუაში იყო? ნახე, გესაუბრდება შუზი, გესაუბრდება. მოდი, მიყიდე. ნახან ფეხების პრობლემა გვაქვს. შავალი დავბალოთ, 4XL-ი ძალიან მაგრად გექნება და დაგაკლდებაზე. ბაისური ზემოდან იყოს წელი დააწვილი და პლასკი აგივა კარაბეშვა და ესი იყოს. როგორი ყავები გვაქვს, როგორი ზამშები გვაქვს, დაწუზადუდი, წმინდი სუზი ხინით იყიდება ჩვენთან. ეკოლაინში სამოსი გვაქვს ნებისმიერ ზომაზე და ნებისმიერ წონაზე გათვლილი. ამ ქალბატონს ლამაზი თხელი ფეხსაცმელი შევურჩიე, მაგრამ ისეთი პოდაგრიანი ფეხი აქვს, რომ ფიზიკურად ვეღარ მოიგო. პალტოები, მანტოები, ჩანთები, ფეხსაცმელები, ყველაფერი გვაქვს. გასასვლელი საით არის? გასვლა მინდა რა. რა შეშტერო? მოსვლა შენი ნება იყო და წასვლა ჩემი ნება. ვინ გაგიფებს ხელსალიე? დროზე ხა გათახტაში შევადა. დროზე. ვაიმე და გოგოს გიშვება ქედან. მოკლედ შემოთვალხატულა და ლაბაზო. აუცილებლად ყველაფერი უნდა ვიყიდოთ. ბოდიში, მე მხოლოდ ერთი მინდა რომ ვიყიდო. ბატონო, ეხლა დროზე. ყველაფერს მოკიდა ხელი და იყიდა დროზე. ყიდულობ. წავედი. ნახვამდის და მადლობა. მიდი ცონსულიკო, მიდი გაიქეცი. მიდი სანამ ტელეკოზე მოგწხე დროზე. გაიქეცი. მასე ნუ მელაპარაკები. შენც გაიშტედი ხარ ისე მოხვედი და ონლაინად შეგვეძლო გამოგზავნა, გაკოცე. ნახეთ ვინ არის დილა. გაიგეთ რა თქვა? შენ რო ადაო ამ მაღაზიაში აქ მოვიდოდიო. იცი რატო? მარკეტინგი, გაყიდვები, მატომებიცი. წავიდა. გელოდებით მომხმარებლებო, მომწადით. მოგესალმებით მეგობრებო, იპოთეკური სესხი გავაკეთეთ და ჩვენც ვიყიდეთ დრაკონის ხილი, ვიზე ნაკლებები ვართ შემოკარგო. ღვთის წყალობით კიდევ ბევრ რამეს შევძლებთ ცხოვრებაში. ახლა უნდა გავსინჯოთ ერთად ეს დრაკონის ხილი და ვნახოთ როგორი იქნება. ნეტა წითელია თუ თეთრი? შენი აზრით? თეთრი. ახლა გავსინჯოთ, ერთი შენ დაიჭირე. კოვზი აიღე. ძალიან მაინტერესებს რო იგიჟებთ თავებს. რა არის ეს დრაკონის ხილი? ისე. ბამ. გამოჩნი. მე არაფრის გემო არ აქვს. წყალი. მე არ ცოტა გემო. მაგრამ შეყოლა იცის. ერთი კივის ისინი უყრია. და ცოტა კივის გემო აქვს ძალიან. კივის კურკები აქვს. ხო, და მაგას ვამბობ. და ბოლოკის სუნი გარედან. დიდი არაფერი. რატო ავიღეთ სესხი ამისთვის?
ამ დროს საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ სულ რაღაც ერთ წუთში დედა ჩემი მცემდა. კი 26 წლის ვარ, მაგრამ როცა რამეს ვაშავებ, დედა დღემდე მცემს. მას მალევე მოესმა ხმა თუ როგორ დაიქცა რძე და თავი შემოყო. უკვე ვიცოდი რომ მალე რაღაც დიდი მელოდა. ცდილობდი თვალებით მიმენიშნებინა რომ დედა გთხოვ, ოღონდ ახლა არ მცემოდა, ყველაფერს გავაკეთებ თქო. დავუჩოქე და ვუთხარი. ამ ყველაფერს მე მივხედავ, ახლავე მოვიტანი იატაკის საწმენს და მე თვითონ დავწმინდავ თქო. ამოვიტანე საწმენდი, დავიწყე წმენდა, მაგრამ რატომღაც უცებ ვიგრძენი რომ შემეხო და უკვე რაღაც ძალიან ცუდი მელოდა. დედა რატომ მცემ მეთქი, რა დავაშავე მეთქი? ამ ახალგაზრდა ბიჭმა არ იციო რომ ამით აღარ ამიწმენს იატაკსო? რატომ უნდა გაწმინდო იატაკის ჯოხით, როცა შეგიძლია გაწმინდო ვილე და ტურბოსმარტითო? მანქანისტარება არ ვიცი, ამას მაინც აქვს პედალი, ამით სიამოვნებას ვიღებო. ვენაცვალე ამის გამომგონებელს 99 ლარას და 95 თეთრად შევიძინეო. დეკემბრის ბოლომდე აქცია მიმდინარეობსო ამ ფასშიო. კარგად გამლანძღა, მამაილაო, ბებიაილაო, ბიცოლაიაო, რა ვიცი, ბიძაილაო. ვერავის ვერ იტანს. საბოლოოდ კი დააწკრიალა და დააბრტყიალა. შეხედეთ რა სილამაზეა. ბოლოს მითხრა, მოდი დედას ჩაეხუტეო. გამოვისუნთქე, შევირიგე და მშვიდად გავაგრძელე რძისმა. აი, ახლა მართლა ვეღარ გადავჩები ხალხო. გთხოვ! Potato, tomato, cucumber, maize, onion. აი, მე მტერო არ გაიხარებ. მტერი არ გაიხარებს. ზვიად დაკეტე! არა, იცი რა მაინტერესებს. ისედაც დაბალი ფასები ხო აქვთ ამათ და 28, 29 და 30-ში Black Friday-ო თუ რაღაცა გვაქვს ხო და კიდე აკლდებაო და რაღაც გრანდიოზურია და ვისაც ხუებთ? კარგად ელაპარაკები, კარგად. ვაი, თქვენ თუ რამეს გვატყუებთ? იცით, ვინც მე მომატყუა ზოგადად ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწია. გაგვაგებინეთ ერთი რაზია ფასტაკლება, ვითომ ფასტაკლება. ხალბატონო, ერთი წუთი დამშვიდდით. კი, ნამდვილად დაბალი ფასებია, მაგრამ 28-ში და 29, 30-ში მოგიმზადოთ უფრო დიდი ფასტაკლებები. ვითომ ფასტაკლება. ნუ ყვირით, წამოყვებით და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. ხო, უნდა წამოყვეთ, აბა რა უნდა ქნათ, ვის აშინებთ? რატონით გვესაუბრებთ? და ვის შეუშინები ვარ? წამოგზ ევო 3 ფენა 12 და 40. ნუ იმჩნევ სიხარულს, ნუ იმჩნევ. არა, მაინც ხო, აიღე. პაპია 17 და 95. ნუ იმჩნევ. ეჩნება, აიღე და გამოდი. უკაცრავად ფასდაკლება ამათზეცაა? თათია, მალე ზვიადი. დარეკე. მალე, გოგო გაზიდა ხალხმა. უტივო. მალე. ხამებულია ეს ხალხი, ოღონდ რაღაცა გაზიდოთ. არ იცი რანაირები არიან. აი მე მტერო არ გაიხარებ. მტერი არ გაიხარებს. ზვიად დაკეტე. ზვიად დაქოქე. გამარჯობა. ბავშვი მოვიყვანი აქ. მეტინც არ მინდა რამე მომატყუო. ბავშვ თვალებში ჩახედე და გითხარი. პური ახაცხვება თუ შემოგაქვს, სენდვიჩი უნდა ვაჭამო ბავშვს. არა, რა სამ. პურს აქ ვაწყობ. შეგიძლიათ შემოგზავნეთ და თვითონ ნახოთ. შემოვალთ. ხო? ბავშვ გაეცით პასუხი. ინებეთოთ. აჰა, ესე იგი ახაცხვება, ხო? კარგი. ბავშვ ჩახედე თვალებში ხო არ შეალაგეთ პური. არა, თქვენ გამოვაცხეთ. შვილო, შენ რა გაგჭირს, შვილო? აი მე როგორ მაღიზიანებს ბავშვს ზოგადად ბავშვეთ მესწრებ. და ავიღებთ იმპულსს. უბრალოდ მაგპურში გავიკეთეთ ტოსტ შაურმა. სულად არ გამიგო გასათხოვარი გოგო ჩახდა გაუბედურებული არაფერი არ ეჭესებია ეგეთ შეხედულება გაქვს. ბავშვს ჩახედე თვალებში ეხა და მითხარი ხო მართლა თქვენ აწყობთ ამ პურსს? თქვენ ვაწყობთ ნამდვილად. ხო, ჩახედა? ეს არ მომატყუებს მამაილა.